რა ვიცი რა ვერ გიცანი უცებ რა ხო რა ვიცი ალბათ ერთი კვირა რო გადავაბი და ვილოთე ხო იცი და არ გეწყინოს რა ხო არ გეწყინა ხო კარგი არ გეწყინოს ძალიან გთხოვ რა და გადაცემა უნდა დავიწყო კარგი თქვენ რო ვერ გიცანით? ოთარ. ახლები არიან ესენი. თამო, გიორგი სვანი. თამო, გიორგი. სასიამოვნოა. ოთარ წამობრძანდი დირექტორი გეძახის. შენ ვინ ახარ? მე? ხო. მე ვინ ვარ? ხო. მე ის ვარ რა ქვია, ვალიკო ვარ ოთარ. უიმე, ბოდიში ვალიკო რუსკა მეგონე რა. აბატიე, წამოდი, აი ხლა დირექტორიც თუ ვერ ვიცანი, აი მერე დამერხა, წამოდი. ლას ვეგასში გათენდა, ზეახლა ამოვიდა, ვაშინგტონში შუა დღეა, დაწმაც წამოვიდა. ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ხენი ანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილსი გავეყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ბატონებო და ბატონებო ოთარ ტატიშვილი მოგესალმებით ყველას მოგეხსენებათ 18 მაისს გაიმართება ევროვიზია 2013-ის ფინალი შვედეთში და ამ კონკურსის ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ტატიშვილების წარმომადგენელი ბატონი ნოდიკო ტატიშვილი. მიულოცოთ ყველამ ნოდიკოს და მე დიდი მადლობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპელი ტელემაყურებელი ქართველი ტელემაყურებლისგან განსხვავებით იქნება ობიექტური და ნოდიკოსაც არ დაჩაგრავენ SMS-ებით, როგორც ეს ჩემ შემთხვევაში მოხდა, გახსოვთ ყველას. დიდი მადლობა. სხვათა შორის ამ დღეს მთელი ევროპა გაიგებს თუ ვინ ვართ ტატიშვილები. როგორი ნიჭიერი ხალხი ვართ, რა შეგვიძლია და მე ზოგზოგიერთები აღარ იტყვიან, სახელს და გვარს არ დავასახელებ. ტატიშვილები გლეხები ხართ და მაყაშვილები თავადებიო. ხვალ დიდი დღეა, მოგეხსენებათ, ქართულმა ოცნებამ უნდა დაასახელოს პრეზიდენტობის კანდიდატი. მე უკვე ხვდები ვის დაასახელებენ, აი დაუფიქრდით, ხვალ არის 13 მაისი. 13 მაისი არის თბილისის დინამოს დიდი წარმატების დღე. ხო? აი საით მიდიხართ, აბა, მოდი ერთად ვიმსჯელოთ. თბილისის დინამო, ფეხბურთი, წარმატება, ვინ? არა, კალაძე გეგონათ, ხო? არა, კახა კალაძე არა. თბილისის დინამომ რომ მოიგო, გახსოვთ იქ ფსაჯს, ექიმმა ბურთი რო გამოსტაცა და გაიქცა. ამიტომ ექიმი უნდა იყოს შემდეგი პრეზიდენტი. სხვა კანდიდატებიც არიან, საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ წამოაყენეს კანდიდატად და ჩვენ თუ ავირჩიეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ნახეთ, პრეზიდენტი გვეყოლება საფრანგეთიდან, პრემიერ-მინისტრი გვყავს საფრანგეთიდან და შემდეგ დავაკომპლექტოთ მინისტრთა კაბინეტი. პიერ რიშარი კულტურის მინისტრი იქნება, ზინედინ ზიდანი იქნება სპორტის მინისტრი, ბრიჯიტ ბარდო ჩაიბარებს გარემოს დაცვის
სამინისტროს, ოდრი ტატუ იქნება ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრი. ოდრი ტატუ. ნუ ახლა თუ გაჭირდა და ოდრი ტატუ ვერ ჩამოვიდა, ვინმე მსგავსით შეიძლება, მაგალითად ოთარ ტატი. დიდი მადლობა. ამერიკელი მეცნიერების ძალიან საინტერესო დასკვნას წავაწყდი თეა. 1-2 დღის წინ. დიახ, მე ვიცი რომ შენ ამერიკა გიყვარს ძალიან. ასეთ რამეს ამბობენ, რომ 15 წლის წინო მთელი მსოფლიო საუბრობდა ერთ ენაზეო და ეს ენა იყო ქართულიო. ამბობენ ამას. მე წარმომიდგენია 15,000 წლის წინ როგორ იყო მიმოფანტული საქართველო ასე მთელ მსოფლიოში და ეს ქართული ენაც იყო ლაპარაკობდნენ მეგრულად. ალპებში ლაპარაკობდნენ სვანურად. თან შვეიცარიის ალპებში ბალზემოურად, ავსტრიის ალპებში ბალქვემოურად. შემდეგ აქეთ აღმოსავლეთში ჩინეთში ლაპარაკობდნენ კახურკილოზე. ჩინელები კახურად ლაპარაკობდნენ და მთელი საფრანგეთი იყო დასახლებული ცენტრში ქუთაისლებით. და შესაბამისად საუბრობდნენ ქუთაისულ კილოზე. აი მე წარმომიდგენია 15,000 წლის წინანდელი ქუთაისი, აი ესეთი საუბარი როა საფრანგეთში. La dimanche toute la famille passe à la campagne. Simon. Akana Parisia. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ რა პრეტენზია აქვს ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელ ქალბატონს თავისივე სოფლის გამგებელთან. გთხოვთ. ჩვენ მოვითხოვთ გამგებლის გადადგომას, რადგან მოვედი ერთხელ და ვჭირდებოდა ვაუჩერზე მოვედი და თბილფეჭთან იჯდა, მოვედი სიცხეში და კონდიციონერთან იჯდა და ასეთი გამგებელი ჩვენ არ გვჭირდება. მე თუ ოდესმე დავაპირე არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ჩემო ამომრჩეველო, გპირდები, რომ ზაფხულში დავჯდები ცხელფეჭთან, ზამთარში დავჯდები კონდიციონერთან და ვერ მივაღწევი არჩევნებამდე და დავისვენებ ყველას. ბოლოს კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, ბატონი კახა ბენდუქიძე ერთ-ერთ გადაცემაში. გთხოვთ. წინახელისუფლების პერიოდში ჩვენ გქონდა რამდენიმე მაგალითი იმისა, რომ ხდებოდა ხელისუფლებისთვის, სახელმწიფოსთვის ერთლარად ქონების გადაცემის ფაქტები. ფაქტები არაფერს არის, მაგალითად ის რომ მინისტრები მიდიოდნენ ბიზნესში და მოულოდნელად დიდრდებოდნენ კეზერაშვილის მაგალითს გაგახსენებთ. რამდენი ფული აქვს კეზერაშვილის ხუენეს? მე არ ვიცი. რამდენიმე მილიონზეა ლაპარაკი, როგორც ვიცი, ასეულობით მილიონზე კეზერაშვილის ქონების შემთხვევაში. სად არის ეს ასეული მილიონი? ხო შეიძლება ჩანდეს სადღაც? ოფშორებში. და რამდენი კეთდება მან ახლობით თქვენი აზრით? მე კეზერაშვილის ფინანსური ანგარიშები ბატონო კახა რატომ უნდა ვიცოდე ნუ გადამრიეთ. რატომ გეკითხებით? ახლა ლაპარაკია ფინანსურ პოლიციაშია მისი საქმე და კაცი არის ის რა ქვია ძებნილი და ასე შემდეგ. ასე მოხდა ეს ამბავი. ხო. ძალიან დიდი ბოთი შუგაცრა. ეხლა იმათმა მართლა თქვას? თეა, შენ თვითონ ხომ მოусმინე, შენ რაღა მოგივიდა რა ყ***ას მეკითხები. ეს იყო თეა დანელია. ჩვენ კი გაგიკვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ არც ნაცი და არც ქოცი. რუბრიკის სტუმარია ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილი, გთხოვთ. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ მოხვედით ჩვენამდე, რომ დაგვთანხმდით. არჩეულებრივი იუმორი გაქვთ, ეს თელმა საქართველოს მიცის, ვისაც ახსოვს თქვენი მოღვაწეობა. როგორ ბრძანდებით? ჯანმრთელობა როგორ გაქვთ? აი ამით დავიწყოთ. დიდი ხანი არ გვინახი ხართ და მადლობთ. მეც გამიხარდა მოძრაობა. დიდი სიამოვნებით უყურებ თქვენს გადაცემას. ცოტა მშურს კიდევაც ისე გახდი რომ მე ვსუქდები ეს ხდება. არა, თქვენს კარგ ფორმაში ხართ ახლა, ცუდ ფორმაში ნამდვილად არ ხართ. მე ჯანმრთელობაზე იმიტომ გითხე რომ არ ვიცი ახალგაზრდებს ახსოვთ თუ არა, როდესაც ედუარდ შევარდნაძეს მოუწყეს ტერაქტი, ბატონი ვახტანგი იმ მანქანაში
მანქანაში იჯდა. მე ძალიან ბევრი იბრალებდა, მეც ვიჯექი იმ მანქანაში ევროპაში უნდა თავშესაფარი, მაგრამ ესეთი ხალხიც მახსოვს. რა მაინტერესებს იცით? აი ესეთი გაურკვევლობა იყო იმ აფეთქების მერე და რამე საიდუმლო ხო არ გაგანდოთ ედუარდ შევარდნაძე. მეც ვფიქრობდი რამეს გამანდობდა, მაგრამ შენც არ მომიგვდა. ესე იგი ისე წავიდა პოლიტიკური ასპარეზიდან, რომ მისგან ერთ სიტყვასაც კი ვერ მოისმენდი ვერასოდეს რას ფიქრობს ნამდვილად თუ მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკოსი. პოლიტიკურად ან რა უნდა. ესე იგი და უნდა შედითონ გამოგეცნო. ერთი ეს მეთქა რომ არჩევნების შემდეგ 95 წლის არჩევნების შემდეგ რომ ვახტანგო პოლიტიკო მკაცრიაო. შემა პარტიამ წააგო. ახლა უნდა შედითო მიხედო თავსო. შევფიქრობ რაც თქვილად ვიჯექი იმ მანქანაში. თქვილად ვაღეკარები. ისე აი კიდე რა უცნაური ფისარი ფაქტია რომ ესე იგი ედუარდ შევარდნაძეს ხო ორი ტერაქტი მოუწყვეს ორჯერ მოუწყვეს ტერაქტი და არაფერი დაემართა სააკაშვილი ერთხელ დაჯდა ველოსიპედზე და 40 ნაკერი დაადეს ეს იმიტომ რომ სააკაშვილს ეთყობა აგლია უნარი კოლეგებისაგან კოლეგების მაგალითზე ისწავლოს ჩემ მაგალითზე შევარდნაძეზე უკეთესი მაგალითები ვარ ხამბასეიში ხვდები და თავს ვიტეხავ ხანცხენი და ჩამოვარდები და მაინც და მაინც ჩემი გზა ერთია სპორტული ტრავმების თქვენ უკვე 10 წელია რაც პოლიტიკიდან წახვედით ხო ნუ დაახლოებით 10 წელია თქვენი პარტია იყო სოციალისტური პარტია ხო ბოლოს დიახ ეს რო წავაგეცო რო თქვით და თავს შენთან უნდა მიხედო ბატონმა ედუარდმა რო გითხრათ ეს იყო სოციალისტური პარტია თქვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო ზაქარია ხუცნაშვილი თუ არ ვცდები ხო როგორი ახალგაზრდა იყო ბატონი ზაქარია აი მაინტერესებს რა მე სხვა ვერ გაიხსენებდით მასთან დაკავშირებით ახლა დეპუტატია უკვე ზაქრო უნდა გითხრათ რომ შესანიშნავი ახალგაზრდა პოლიტიკოსის ყველა თვისებები აქვს მაგრამ მე მირჩევნია რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ დაიბაროთ ზაქრო და გითხოთ თქვენი გურუ იყო ვახტანგ რჩეულიშვილი და რაიმე საინტერესო ისტორია მოყევით მასზე კი ბატონო მე ერთ შესწორებას შევიტან მხოლოდ რა მე არ დავიბარებ მე მოვიწვევ იბარებს კბილაშვილი ხო მეთანხმები თამაშიც ეს გააჩნია ხელისუფლებაში იმ დროს ხარ თუ არა თორე ოცნება შეიძლება მე ოცნების ხალხის დაბარებას დაიწყო. აჰა, გასაგებია. აი მე მაინტერესებს აი თქვენ გარდა იმისა რაც უკვე მოყევით რომ არჩევნები წავაგეო, მაგრამ ეს არ არის ახალისო წაგება. ხო ვერ გაიხსენებდით რამეს აი არჩევნების დაუშვათ თქვენ დროს არჩევნების შედეგებზე, ან როგორ აყალბებდით ან რამე ამ დაგვარს. რა გაიშეგესკვა. ესე იგი როგორ მიყალბებდე შემიძლია. კი ბატონო. კი ბატონო. რა ვიცი 12 წელი გავატარე პარლამენტში და იმდენი მაქვს მოსაყოლი ალბათ წიგნათა შეიძლება გამოცემოდა გამომეცა და ერთი მაგალითად რაც მახსენდება ერთ-ერთ უბანზე მაშინ იყო ნუ მაშინაც და ყოველთვის იყო ჩაყრა ბიულეტენების და ჩემი კანდიდატურა ედგა მოწინააღმდეგე იყო ერთ-ერთი პარტია EDP და მამული ჩაიღო ჩემი დობით აღჭურვილი პირი. მართლა ეს არ ვიცოდი. და მიშველე რეკავს. რა ხდება? დაუნახე რომ შემოიჭრა EDP, აიღო და იშუსტრა და დააწვა ამ ყუთს. დააწვა და ძრას ვერ უყოფე. ესე იგი რომ მიასწრო ჩვენმა ხალხმა. EDP-შნიკებს ზოგს ხელში უჭირავთ, ზოგს ფეხში უჭირავთ, კაჭავენ და დაიწვა მახსოვს თქვენ დროს აი როცა თქვენ აქტიური პოლიტიკოსი იყავით თავარი ამოცანა იყო ქვეყნის სტაბილურობა თუ წარმოიდგენდით რომ გავიდოდათ 15 წელი და სტაბილურობიდან გადავიდოდით კოჰაბიტაციაზე და მეორე შეკითხვაც როდესაც იყავით თქვენ დეპუტატი აი ყველაზე უცნაური ხალხი თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ვისთანაც გიწევდათ კოჰაბიტაცია თუ არსებობდა მაშინ ეს ესე იგი მაშინ რა პერიოდი იყო საქართველოს ახალგაზრდები არის არამახსოვრებად საქართველოში ახალი პრაქტიკულად ეს იყო 92-95 წელი როდესაც მე ურავლესობის ლიდერი ვიყავი და ვიცე-სპიკერი და მაშინ დგებოდა სახელმწიფოებრიობა ესე იგი სიტუაცია ასეთი არის
რომ ყველა ისე მაშინ ჭკვიანურად გაგეცა. აბსოლუტურად ქუჩაში არ დაუტოვებიათ არც ერთი ოპოზიციური. ზვიადისტები არ შემოვიდნენ მარტო. ყველა დანარჩენი შემოვიდა პარლამენტში, ესე იგი ბარიერი ნულოვანი დაწესდა. რომ თუ დებატებია და თუ მიტინგებია და თუ რაც უბედურება არის, აქვე მოხდეს პარლამენტში. პარლამენტში მოხდეს. და ამიტომაც ყველა იქ არის წარმოდგენილი. მაგრამ ამიტომაც პარლამენტი დუხს. ესე იგი, ჩხუბი, წივილი, კივილი, თან მუშაობაც და ერთხელაც მოვიწვია სხდომის შემდეგ ჩემთან დეპუტატები. და დეპუტატების გარდა სულ რამოდენიმე საელჩო იყო. ის რუმინეთის, აი სულ რამოდენიმე თურქეთის საელჩო. მეზობლების და ამერიკის. მეზობლების და ამერიკის და მოვიდა 5 ელჩი და დაგვენახეს ვინა ვარ და ახლა მე, ჟვანია, გაკო ასათიანი, ყველა აბსოლუტურად ფრაქციის თავმჯდომარე ვიც კი არის პარტიის და ზივარ და ვქეიფობ გია ჭანტურია და ზივარ ვქეიფობ ჭიქას ურახურებს ერთმანეთს და ხო ეს ქართული სუფრა როგორი არის მესამე სუფრაზე კოც და პროშტა და ეს ისეთი ვაშკაცი კაცია და ამას გაუბარჯოს და ერთშები ვიყურებ გაგიჟებული თქვენ ჩვენ დაგწვიდით თუნდაც ჩვენო ჩემოდნებზე ვზივართო თქვენ რო იქ ჩხუბს იწყებთო და გასაქცევოდ ვემზადებითო გავოსტრებთო რომ გვეყნიდანო და თქვენ აი კოჰაბიტაცია თქვენებური უნდა ეს არის ნამდვილი კოჰაბიტაცია მე მინდა გითხრათ რომ ბატონი ვახტანგი ყოველთვის ასეთი დინჯი არ ყოფილა. ერთხელ იგი წყობიდან გამოიყვანეს, რისი ვიდეო ჩანაწერიც არსებობს და თუ კი ვინმეს არ ახსოვს ან არ იცის, ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ კიდევ ერთხელ, გთხოვთ. ასე არ ვიცი ახლა აპლოდისმენტები უნდა თუ არა, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ აი აქაც კი როგორი კულტურულია ბატონი ვახტანგი. ჯერ ჭიქაში დაასხა ბორჯომი და მერე შეასხა. ხო შეეძლო პირდაპირ. ფაქტი ჯიუტია. მე ხო არ ვიტყუები, ხო არ მომიგონე. ჭიქაში დაასხა, თან რა მშვიდად, კაცშვილი ვერ წარმოიდგენდა. დაასხა, შეასხა. მერე ტელეფონი გესროლათ ბატონო რა. ედუარდი ხო ნახე ბატონი ედუარდი როგორ არის? იგზნო რაღაცა და ხელში მომგირა ეს ხელი გამეჭო მარცხენა ხელი და დავასხი. ნუ ეს მშვიდობიანად დამთავრდა როგორც მე ვიცი. მშვიდობიანად დამთავრდა ახლა ბევრი საერთოდ დიდი ნაწილი მეგობრებო მოტილატორს ჩართვით თავში. მაგრამ ნუ ნოდარი არის, ბატონი ნოდარი არის. ხანშესული კაცი, ჩემზე უფროსი იყო. ბოდიშს მოხდა, მაგრამ აბსოლუტურად არ აინტერესებს. არჩევი ბოდიში, მოყალათე ჯეულიშვილი. მაგრამ ყველაზე ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რა მახსოვს. შემოდის ჩემთან მიხეილ სააკაშვილი მაშინ ახალგაზრდა მუშაკი პარლამენტში ამერიკის ხო მაშინ დეპუტატიც არ იყო აპარატის თანამშრომელი ამ ჟვანიას სადღაც ფრაქციაში საგარეო საქმეთა და ამ დროსვე სწავლობდა ამერიკაში ჩამოვიდა იქიდან მიყვება კაცო ვართო ნიუ-ჯერსიში უზარმაზარი სტადიონიო ნიუ-იორკთან და ესე იგი შუა თამაშის დროს ამერიკული ფეხბურთი იყო მე მგონი თამაში უზარმაზარი ეკრანი კიდია და აი ამ როგორც რეკლამასთან ერთად გადის სხვადასხვა სიუჟეტები და მოუყარი ხელი ეს პოლიტიკური სიუჟეტებიც ნიუსები რა ესე იგი აიათოლა ხომენი და უცებ ხედავ შევარნაზე და შემდგე ხალხო ასხაო წყალსო ნატალე ზამე და ბოდიში გაიხოდა მოსახდარი საყოველთაოდ ცნობილ პოლიტიკოსად აქცია სოფლიო არენაზე გავიყვანი ნატალზე და მე გეკითხები ჩემი რიგი აღარ დადგება ეხლა მომისმინეთ აი მე მინდა რომ შევადაროთ მე და თქვენ უფრო თქვენ საქართველოს აი სხვადასხვა დროის პოლიტიკური ლიდერები აი რამდენიმეს ჩამოვთვლი მაგალითად ბატონი ედუარდ შევარდნაძე ბატონი მიხეილ სააკაშვილი ბატონი ასლან აბაშიძე ბიძინა ივანიშვილი და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე რომელიც ორჯერ იყო ხო მოვალეობის შემსრულებელი აი ხა თითოეული მათგანი რომ იყრიდეს კენჭს საპრეზიდენტოდ და იყოს თავის საუკეთესო ფორმაში
აი ვახტანგ რჩეულიშვილი ვის მიცემდა ხმას და რატომ? აი ხო გითხარით დავაბნევ. ეს არის დაბნევად რა გითხრა ეხლა მე ამ კითხვას ცოტა სხვანაირად შევატრიალებდი. კი ბატონო. ეს 80-იანი წლების ბოლო არის, თუნდაც ეს საბჭოთა კავშირში 80-იანი წლებია. და მოკდა ბრეჟნევი. ბრეჟნევი მოკდა კაცო. გოწინა? მოკდა ბრეჟნევი და ნუ ბრეჟნევი შემდეგ წავიდა ესე გენერალ-მდივანად და კირილენკო, ჩერნენკო ო, ჩერნენკო იყო, მე იყო ანდროპოვი იყო. ანდროპოვი იყო, კი. და დაიწყო ესე კი ყველა ვისაც კი პოლიტბიუროს წევრობის ეს ძველი კადრები იყო. ინიშნებოდნენ, გარდაიცვლებოდა, გარდაიცვლებოდა და წამოვიდა გარბაჩოვის კანდიდატურა ახალგაზრდას. და გრიშინს აქვს ნათქვამი. მოსკოვის პირველი მდივანი იყო პოლიტბიუროს უძველესი წევრი. კაცო, ჩემი რიგი რომ მოვიდა, მაშინ მოგინდა თუ ეს ახალგაზრდებიო. და მე გეკითხები, ჩემი რიგი აღარ დადგება. რატომ ახლა აი რას ურჩევდით არსებულ ხელისუფლებას, ანუ დღევანდელ ხელისუფლებას, რჩევა ვახტანგ რჩეულიშვილისგან. ეს რჩევას მაინც არავინ არ იჯერებს. აბსოლუტურად ყველა ვინც არის ქვეყნის სათავეში, ყველას თავისი აქვს, აბსოლუტურად იცის რა ეს მე მეგონა თავიდან, რომ შევანაძეს წაუღე ტვინი. ესე ჯობია, ესე ჯობია, ესე ჯობია და ხან საგარეო პოლიტიკურ კონცეფციას შევთავაზებდე ეს ჯვარისების საგარეო პოლიტიკა კი კარგი ამერიკა, მაგრამ წარმოიდგინეთ ამერიკა არის ერთი ღერძი, ერთი მიმართულება, დასავლური ვექტორი, მაგრამ უნდა იყოს რუსეთზეც ვექტორი, სამხრეთ ჩრდილოეთის ვექტორი, აი მას დავარქვი ჯვრის ფორმა არის, ჯვარისებრი და ასლანს თავისი ის ქონდა, რატო ჯვარისებრი, ახლა მაინც მუსულმანების გარშემო არ მოწვაში ცხოველი თურქეთია ესე. ჯვარისებრი მაგივრად დავარქვა კონცეფცია პლუსიო. და ასე შემდეგ და ეხლა როდის მივხვდი რომ ედუარდს არჩევი პოლიტიკური ნიჭი ჭირდება. არც ჩემი პოლიტიკური განათლება და უნარი. რაღაცა მოგვივიდა პარლამენტში ისე რაღაცა დიდი ალიაკოთი არის და ედუარდი მეუბნება, კაცო, ამათ შენი ფასი არის სიარო. შენ რო შეგიძლია ადამიანის დაცვაო და გვერდში დადგომაო, ესე მაგაცაც შეუძლიათო. მაშინ მივხვდი რა ბუღასავით მიყურებს. თუ რამე ეს არის და ყოველგვარი ინტერესი დავყარი ასეთი პოლიტიკური როლის რჩევების. ამიტომ ვიცება. რაც არ უნდა ურჩიო ხელისუფლებას, ყველაზე აქვს თავისი აზრი და ჩვენი რჩევები არ ჭირდებათ. ერთსაც გითხავთ, ახლა არსებობს სოციალისტური პარტია? სოციალისტური პარტია არსებობს. უთქვენოთ? ჩვენ ახლა პრინციპში როგორ არის, იცი რა. ძალიან ეხლა მოთხოვნილი გახდა. მოთხოვნილი გახდა, რამოდენიმეჯერ ივანიშვილმა წახსენა. უნდა გავაკეთოთ, არიან რაღაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის მსგავსი ორგანიზაცია პარლამენტშიც არის. თვითონ პარტია ისეთი არის, რომ ალბათ საქართველოში იქნება. ზლავრი სოციალისტური პარტია. როგორც ვთქვით, თქვენს გარეშე ხდება ეს ყველაფერი, ხო? ჩემს გარეშე ხდება, იმიტომ რომ მაინც იმის და მიუხედავად საერთოდ მიშალე. ძალიან პესიმისტურად ვარ პოლიტიკური პარტიული მოღვაწეობის. თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ და მაინც მე უფრო ესე ვიტყოდი. პარტია თვითონ სიტყვა არის ნაწილი. ადამიანი როცა ასაკში შედის, სულ გინდა რომ მოიცვა მთლიანობაში. ქართული, ეროვნული და ზოგადად და არ იყო ესეთი დაპირისპირებული თქვათ მოწინააღმდეგესთან. ამიტომაც ალბათ ცუკი დავბრუნდი კიდევაც პოლიტიკაში, უფრო პრეზიდენტად არჩევნებზე შემოგთავაზებდი ჩემ თავს და არა პოლიტიკური პარტიის ლიდერად. მან დავარ მეც. იქნებ თქვენ მაინც იქნებ არაფერს არ ვაპირებ. თქვენ გახდით პრეზიდენტი, იქნებ თქვენ მაინც გადაარჩინოთ საქართველოს და მე გამიშვათ ჯანდაცვის მინისტრად. მე მგონი თუ ეხლა ამდენი მოწმის წინ დადებული თქვათ ნათქვამის სიტყვა ალბათ უნდა ადამიანმა დაიცვას, შევთავდეთ. აი აქ
აი აქ დავამთავრებ მე ბატონი ვახტანგის სტუმრობას, ყველაზე კარგი, ყველაზე მაჟორული, ასე ვთქვათ, მაჟორულ ნოტაზე გავეჭე და დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ვახტანგ რჩეულიშვილი. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ მთელი საქართველო ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს, ბიძინა ივანიშვილი კი მასზე. რუბრიკის სტუმარია დეპუტატი კობა დავითაშვილი. გთხოვთ. შენ ამაღლებაც. რა ვეცდები. დაბალია თქვენთვის. ხო. აი მეორე ადამიანი, ვისაც უჭირს ამ სავარძელში დაჯდომა და მე მგონი უნდა იფიქრონ უკვე. ისაც ვერ ვატრიალებ. მე გიყურებთ ბატონო. ასე შევხედოთ ორი ადამიანი, როდესაც ჩივის ამას რომ ამბობს რომ ცუდი დასაჯდომიაო, ერთი ბატონო ჯემალ. არა, ცუდი ასადგომია. ასადგომი. აი იგივეს ამბობს ჯემალ ბაღაშვილიც. მეთახვევი ბატონ ჯემალს. თუ მიჭირს გასულ ხოლმე ვერძები რა იყოს ასე მეუბნება ხომ. ნუ კიდე რეებს ამობს არ დავამატებ. ხო, რა მინდა ვთქვა? ბატონო კობა, აი ახლა მომეცა საშუალება. რა შეგჭამეს და გაგიხურეს საქმე ჟარგონს ვიტყვი ამ ნავერწილე. აბა ბიჭო. ბატონო კობა, ისე ვისნერი გაცემა. არა, რა მიყვირს იცი რო? ხო. ისე გეუნებიან ეს ნავერწილე გახსენებენ, გეგონება, ვინც ამას გახსენებს, თვითონ სუ გერკულესის ფაფაზეზის მთელი ცხოვრება რა. გაიხარე. სულ მქონდა იმედი რომ გვერდში დამიდგება. არ შევწდი. რა იყო, მეც ძალიან მიყვარს, თეასაც უყვარს და სულ ყველას გვიყვარს და თქვენ შემოგევლით. რამდენიმე ნავერწილე მომითხოვია, ეს თუ გადაიღეთ და ეთერში გავუშვით, არ ვიცი. კარგი. რა ხდება თქვენსკენ ახალი ახლა მომიყევით, მე მომზადებული მაქვს ბევრი შეკითხვა, მაგრამ მინდა რომ თქვენ დაიწყოთ საუბარი და ერთი კანონ პროექტი მაქვს და დღეს ხო კარხასიაძე ხართ? კი. ხო, მაშინ ეს ჭიქა იდგეს აქ. იმედი არ დამალეწავთ თავზე, ხო? მე? ხო. შენ თუ არ გატეხავ, მეც არ ავდგები. კარგი, მოვილაპარაკეთ. კარგი, ხო, კანონ პროექტიო. ხო, კანონ პროექტი მაქვს, თქვენი სიმღერა მოვისმინე დასაწყისში და დიახ. ქალაქების ჩამონათვალიდან თუ ის კანონ პროექტი გავიდა, ლას-ვეგასის ამოღება მოგიწევს. აჰა, ვეღარ იმღერებ ლას-ვეგასს. ვეღარ იმღერებ. ხო, ანუ თქვენ იქით წახვედით იმ, რა ქვია, აზარტული თამაშების აკრძალვისკენ წახვედით. ხო, ესე იგი თქვენ გინდათ რომ აზარტული თამაშები აიგრძალოს, გინდათ რომ აზარტული თამაშების რეკლამა აიგრძალოს, გნებავთ რომ ლას-ვეგასზე ვეღარ იმღერებ. პრეზერვატივების გაყიდვა აიგრძალოს. აი, არ მithქვია, ამ გრძალავი ბიურო ხართ, ამ გრძალავი. თავია დამგრძალავი არ ვიყო. დამგრძალავი. ხო და ეს უნდა ამოვიღო. რატო ქალაქი ხო რჩება ლას-ვეგასად, კაცო, რას ვერჩით? მე ხო ალღერი სიმღერაში რომ ლას-ვეგასში ვითამაშოთ კაზინოში. კი, მაგრამ თვალები ისე გიელავს მაგ დროს რომ გეთხოვა რომ იქითკენ მიგიწევს გული. კარგი. აი ეს ის რა ქვია, პრეზერვატივები. ისე ნამყოფი ვარ. თქვენ ხო? კაზინოში? ლას-ვეგასში. და რა წააგეთ ამისთანა რომ აკრძალვა გინდათ? ვერ ამოვიღე დღემდე. ამისთანა რა წააგეთ? ამდენი ხანია პოლიტიკა ვერ ამოვიღე დღემდე. ესე იგი, მოდი კიდევ ერთხელ მითხარი და ამ თემას დავანებოთ თავი, ცოტა ესეთი უხერხული თემაა, პრეზერვატივების თემა. რომ თქვენ რას გძალავდით, რომ სად არ გაიყიდოს? მაგარ გაუგებრობაში მოხდით, როგორც ყოველთვის. ნავერწილესი არ იყოს. კი, შევდივარ კომიტეტის სტომაზე და იხილება რაღაც საკითხი. განათლების კანონში ცვლილებები. მე თქვი რაღაცა განათლებაზე იქნება საუბარი. სკოლების ახლოსო ცუდი პროდუქცია არ გაიყიდოსო. ხო. მე ვთქვი, კარგიაო. ცუდ პროდუქციაში იგულისხმება ასევე სექსუალური ხასიათის პროდუქცია. დიახ. ეგეც კარგია მეთქი, მაგრამ ეგ რა არის მეთქი? ხო და მე პრეზერვატივი არ არის, პრეზერვატივი პირველად გახმარების. ხო და მე დაიწყო დიდი კამათი, რომ რა არის ეს, არის თუ არა ამ ხასიათის პროდუქცია. და დღემდე ვერ გავერკვია და მოვითხოვე და დღემდე მოვითხოვ, მაგრამ ვერ მივახციე, მინდა ექსპერტი მოვიწვიოთ ამ საკითხის. გასაგებია. იმიტომ რომ მე ვერავარ გათვითცნობიერებული და ჩვენი პრეზიდენტია და იმან ყველაფერი იცის და. რომ მოვიწვიოთ ის აგვიხსნის როგორ უნდა გაკეთდეს. ბატონო, არა. მოკლედ. არა, ეხა თქვენ პატრიოტი კაცი ბრძანდებით და არავის ეჭვიარება, არც თქვენ ოპონენტს და არც თქვენი გუნდის წევრს, რომ საქართველოს გიყვართ ნამდვილად და ერთი წუთი აი ნახეთ სერგო ორჯონიკიძის მამას რო პრეზერვატივი ქონოდა, რამდენ პრობლემას ავირიდებდით ქართველები.
მითხარი. კომენტარები გამოშ ხო? რამდენი პრობლემა. იქნებოდა არიდებული. კარგი, მე ძალიან გულშემატკივრობდით თქვენ, როდესაც დაეტაკეთ ჯანდაცვის მინისტრს. იმიტომ რომ ბატონ სერგიენკოს უნამუსოდ უჭირავს სხვისის კამი. იცით მე ზუსტად ამაზე მშელო. დიახ, და მე ახლა მინდა განვაცხადო, რომ მე რომელ კამერაში ვაკეთებ ხოლმე მწვავე განცხადებებს, აქეთ, დიახ, დიდი მადლობა. მე ბატონ სერგიენკოს ვეუბნები, დამიჯექი დებატებში პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ გადაცემაში. დამიჯექი და მე იქ დავამტკიცებ, რომ ჯანდაცვის მინისტრის სკამი არის ჩემი. თუ არა და კობა დავითაშვილს გამოუშვებ. აი ასე. კარგი, მართალია რომ ეს ხუთიანი ინდექსი ისევ 8-ზე უნდა გადავიყვანოთო? ვითხოვ, მაგრამ არ მაძლევენ. თქვენ ითხოვთ ამას? ანუ ეს ხუთიანი არ მოგწონთ. არა, არ მომწონს. აჰა. კი ბატონო. არა, ის არ მომწონს, ხო იყო 8-იანი ყოფილიყო კაცო, ის რას უშლიდა. ხო, ხუთიანი. მაგრამ მაშინ პოლიტიკური 8-იანი იყო მახსოვს და აჰა, გასაგებია. ამიტომ გადაიყვანეს 5-იანი. პოლიტიკური 8-იანი პეპელასავით უცებ მოკტა. პეპელასავით ვერ შეინარჩუნეს. მე მაგალითად 5 შაბათიც არ მომწონს დღე, იყოს 41 შაბათი. მე 51 წლის ვარ. ხო? მართლა? მართლა. კიდე რამდენი ხანი იქნებით 51 წლის? წელს ვიმთავრდება წელს. მეც 51 წლის ვარ. რას ლაპარაკობ? კი, მეც 51 წლის ვარ, მაგრამ მე მეგონეთ თქვენ ჩემზე პატარა ასაკით. იმიტომ რომ მე უფროსი შვილი მყავს 20 წლის. მე 15. თქვენ 15-ის ჩემი შვილის პარალელ კლასელია და მაგრამ თქვენ რამდენი შვილი გყავთ? 3. თქვენ 5. მე არ გწვენიათ მე-6-ს, როდის იქნება? მარტო ჩემზე არ არის. 5-ზე უნდა გაჩერდეს თქვენნაირი ოპოზიცია. არა, ნამდვილად არის. აი სამართლიანი შენიშნა, ვიღებ კრიტიკას. ხო, აი გეუბნებით. აჰა. და ახლა მომიყევით ბიძინა ივანიშვილმა რო დაგირეკათ და რაღაც უკმაყოფილება რო გამოთქვა. როგორი გაბრაზება აქვს? მალე გადაულის ხომ? მალე გადაულის. ტელეფონშივე გადაუარა? კი, ბოლოსკენ უკვე გადავლილი. ერთი ბოდიში ახალი ტელეფონი მაქვს. აი ხო, გასულ მე. ხო არ მივაზომოთ. თქვენ უფრო ის არის, ექვია? არა, მოიცა მაინც. თქვენ თავისუფალი კაცი ხართ და მე მიშას აგენტი ვარ და ბიძინას აგენტი ვარ და მიშასიც და მიხთიან, კაცო. რა წერია? მოიცა. ეს მას ტელეფონია. ალო. დიახ? რომელი ბრძანდებით? დიახ, ბატონო ბიძინა. ბიძინა ივანიშვილი. დამალაპარაკე. ალო, ხო. კობას ურეკავთ დავითაშვილს და გამორთული აქ და ჩემთან ხო არ არის? გადაცემაზე ვარ თქო, უთხარი და არ ეწყინოს. ისა, გაგასწროთ, ბატონო ბიძინა. ხო, აქ იყო და გაგასწროთ, აი ახლა გავიდა და ჩართავსავთ რა? მინისტრად გნებავთ რო დანიშნოთ? აქ ყოფილა. აქ მობილური დარჩა და შემოbrunდა. რის მინისტრად? ჯანდაცვის მინისტრად? კობა ვარ ბიძინა? მომეცი კაცო ტელეფონი. კობა ვარ, კობა. ტელეფონი მომეცი კაცო. კობა ეს. არ დაუჯეროთ ბატონო ბიძინა, არ არის ეს დაწინდება. არ დაუჯეროთ. კარგი, დიახ, მე ხა გაწყვევენ ბატონო ბიძინა, გაწყვევენ. პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებ და მოვალ ოთარ დადიშვილს მინდა დავემსგავსო. კარგი. გველი გამიზდიხარ, კერძი. კობა, უნდა მაპატიო, ასეთი შანსი მე მეორეჯერ არ მექნება რა. ძალიან გთხოვ რა. აი მე როგორ არ მოველოდი შენგან? კობა. რა მხარდაჭერა, როგორ შემომიერთდი ნავერტილეს ამბავში და აი როგორ დაამთავრე. რომ მერტრამეს გეტყვი. ძალიან გთხოვ. ჯერ არ დამთავრებია, ეხლა ვიწყებ კობა ყველაფერს მინისტრად დამნიშნავენ. მე ჯანდაცვის მინისტრად დამნიშნონ და გამოდი ყველა არხზე და მაგინე დღე და ღამე. კარგია. მე ხმა არ მოვიღო და ბოდიშის მოხდა არ მოვთხოვო. იქამდე არ გეტკინათ არაფერი. გაიხარე. ოღონდ ვიყო მინისტრად. წყნარად გავაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას. აი თქვენ მაგალითად მინისტრობა არადოს არ გდომებიათ? ანუ მარტო მე ვარ ასეთი ამბიციური? კი. მარტო მე ვარ ამბიციური კი თუ კი გდომებიათ?
კი იმ დომებია და კი შენ ამბიციური ხარ. რის მინისტრად იმუშავებთ? ეგ თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო. შეგვიძლია მოვყვე? რა თქმა უნდა, ბატონო გოგო. ნაციონალური მოძრაობის საჩხერის ორგანიზაციას ვაფუძნებთ. ბნელი რო იყო ხალხი. დიახ. მე ვარ სააკაშვილი და ბესო ჯუღელი. აჰა. ბესო ჯუღელი ეუნება სააკაშვილს. კობაო დავნიშნოთ სოფლის მეურნეობის მინისტრად. და რატო სააკაშვილმა გითხრა? მაბა პროკურორად დავნიშნოთ, ყველას დაგვიჭერსო და. სააკაშვილმა შემოხედა, დაგვიჭერო კობა. კი მეთქი თუ დააშავებთ. და ესე ავწდი პროკურორობას. და რა, მე რა მინისტრის პორტფელი არ ქონია თქვენ ხო? ხო, სოფლის მეურნეობის მინისტრობაზე ეხლა ჩალიჩუქ, მაგრამ ახლა ვიცი რო პროექტება საკ. მაგიტო გინდოდათ ბატონ ბიზნესთან. ხო და არ დამალაპარაკე, შენ გეგონა ჯანდაცვას. არა, მე მეგონა პოსტს ბახევდი, კობა. ას ლაპარაკობ, აო, არა ცხენია. ხო და კი შენ ჯანდაცვა მე სოფლის მეურნეობა და ვიქნებით თბილად. შენდება ყველაფერი, კი, გას რა გვაქვს გასაყოფი. რა გვაქვს გასაყოფი? არაფერი, აბსოლუტურად. ახლა პოლიტიკოსის ბრძანდები და რო არ კითხო არ შემიძლია, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ დავარღვევ იმ ტრადიციას, აბსოლუტურად ყველას ვეკითხები. 3 კარგი რამ შეგიძლიათ თქვათ ნაციონალურ მოძრაობაზე და 3 ცუდი რამ კოალიცია ქართულ ოცნებაზე. რთული ამოცანა. ვიცი, ყველა ასე იწყებს ხოლმე, მაგრამ მე ეხსნებათ. ვერ ვამბობ. კარგს თუ ცუდს? ვერცერც. ოხ, რა რთულია რა, რა რთულია. და დავანებოთ ამას თავი ჩაგითვალოთ? მოიცა ვიფიქრებ, კიდე. შენ ამაღენებაც? რა, ვეცდები. დაბალია თქვენთვის? ხო. აი მეორე ადამიანი, ვისაც უჭირს ამ სავარძელში დაჯდომა და მე მგონი უნდა იფიქრონ. ის ერთსაც ვერ ვატრიალებთ. მე გიყურებთ ბატონო. ასე და შევხედოთ ორი ადამიანი, როდესაც ჩივის ამას რომ ამბობს რომ ცუდი დასაჯდომიაო, ერთი ბატონო არა, ცუდი ასადგომია. ასადგომი. ხო, აი იგივეს ამბობს ჯემალ ბაღაშვილიც. ხო. მეთახვევი ბატონ ჯემალს. თუ მიჭირს გასულ ხოლმე ვერ მზები რა იყოს ასე მეუბნება ხოლმე. ხო. ნუ კიდე რეებს ამბობს არ დავამატებ. ხო, რა მინდა ვთქვა? ბატონობა, აი ახლა მომეცა საშუალება. რა? შეგჭამეს და გაგიხურეს საქმე ჟარგონს ვიტყვი ამ ნავერწილე. აბა ბიჭო. ბატონობა, ისე ვისნერი გაცევი. არა, რა მიკვირს იცი რომ? ხო. ისე გეუნებიან ეს ნავერწილე გახსენებენ, გეგონება, ვინც ამას გახსენებს, თვითონ სულ გერკულესის ფაფაზეზის მთელი ცხოვრება რა. აი ხო, გაიხარე. სულ მქონდა იმედი რომ გვერდში დამიდგებოდა. არ შევცდი. რა იყო, მეც ძალიან მიყვარს, თეასაც უყვარს და სულ ყველას გვიყვარს და თქვენ შემოგევლო. რამდენიმე ნავერწილე მომითხოვია, ეს თუ გადაიღეთ და ეთერში გავუშვით, არ ვიცი. კარგი, რა ხდება თქვენსკენ ახალი ახლა მომიყევით, მე მომზადებული მაქვს ბევრი შეკითხვა, მაგრამ მინდა რომ თქვენ დაიწყოთ საუბარი და ერთი კანონ პროექტი მაქვს და დღეს ხო კარხასიაძე ხართ? კი. ხო, მაშინ ეს ჭიქა იდგეს აქ, იმედი არ დამალეწავთ თავზე, ხო? მე? ხო. შენ თუ არ გატეხავ, მეც არ ავდგები. კარგი, მოვილაპარაკეთ. კარგი, ხო, კანონ პროექტიო. ხო, კანონ პროექტი მაქვს, თქვენი სიმღერა მოვისმინე დასაწყისში და დიახ. ქალაქების ჩამონათვალიდან თუ ის კანონ პროექტი გავიდა, ლას-ვეგასის ამოღება მოგიწევს. აჰა, ვეღარ იმღერებ ლას-ვეგასს. ვეღარ იმღერებ, ხო, ანუ თქვენ იქით წახვედით იმ, რა ქვია, აზარტული თამაშების აკრძალვისკენ წახვედით, ხო, ესე იგი თქვენ გინდათ რომ აზარტული თამაშები აიგრძალოს, გინდათ რომ აზარტული თამაშების რეკლამა აიგრძალოს, გნებავთ რომ ლას-ვეგასზე ვეღარ იმღერებ. პრეზერვატივების გაყიდვა აიგრძალოს. აი, არ მithქვია, ეგ ამ გრძალავი ბიურო ხართ, ამ გრძალავი. თავია დამგრძალავი არ ვიყო. დამგრძალავი. ხო და ეს უნდა ამოვიღო. რატო ქალაქი ხო რჩება ლას-ვეგასად, კაცო, რას ვერჩით? მე ხო ალღერი სიმღერაში რომ ლას-ვეგასში ვითამაშოთ კაზინოში. კი, მაგრამ თვალები ისე გიელავს მაგ დროს რომ გეთხოვა რომ იქითკენ მიგიწევს გული. კარგი. აი ეს ის რა ქვია, პრეზერვატივები. ისე ნამყოფი ვარ. თქვენ ხო? კაზინოში? ლას-ვეგასში. და რა წააგეთ ამისთანა რომ აკრძალვა გინდათ? ვერ ამოვიღე დღემდე. ამისთანა რა წააგეთ? რამდენი ხანია პოლიტიკა ვერ ამოვიღე დღემდე. ესე იგი, მოდი კიდევ ერთხელ მითხარი და ამ თემას დავანებოთ თავი, ცოტა ესეთი უხერხული თემაა, პრეზერვატივების თემა. რომ თქვენ რას გძალავდით, რომ სად არ გაიყიდოს? მაგარ გაუგებრობაში მოხვდით, როგორც ყოველთვის. ნავერწილესი არ იყოს. კი, შევდივარ კომიტეტის სტომაზე და იხილება რაღაც საკითხი. მე განათლების კანონში ცვლილებები. მე თქვი რაღაცა განათლებაზე იქნება საუბარი.
სკოლების ახლოსო ცუდი პროდუქცია არ გაიყიდოსო. ხო. მე ვთქვი, კარგიაო. ცუდ პროდუქციაში იგულისხმება ასევე სექსუალური ხასიათის პროდუქცია. დიახ. ეგეც კარგია მეთქი, მაგრამ ეგ რა არის მეთქი? ხო და მე პრეზერვატივი არ არის. პრეზერვატივი პირველად ხო და მე დაიწყო დიდი კამათი, რომ რა არის ეს, არის თუ არა ამ ხასიათის პროდუქცია. და დღემდე ვერ გავერკვია და მოვითხოვე და დღემდე მოვითხოვე, მაგრამ ვერ მივახციე. მინდა ექსპერტი მოვიწვიოთ ამ საკითხის. გასაგებია. იმიტომ რომ მე ვერა ვარ გათვითცნობიერებული და ჩვენი პრეზიდენტია და იმან ყველაფერი იცის და. რომ მოვიწვიოთ ის აგვიხსნის, როგორ უნდა გაკეთდეს. ბატონო, არა. მოკლედ, არა, ეხლა თქვენ პატრიოტი კაცი ბრძანდებით და არავის ეჭვიარება, არც თქვენ ოპონენტს და არც თქვენი გუნდის წევრს, რომ საქართველოს გიყვართ ნამდვილად და ერთი წუთი აი ნახეთ სერგო ორჯონიკიძის მამას რო პრეზერვატივი ქონოდა, რამდენ პრობლემას ავირიდებდით ქართველები. აი მითხარი. კომენტარები გამოში ხო? რამდენი პრობლემა. იქნებოდა არიდებული. კარგი, მე ძალიან გულშემატკივრობდით თქვენ, როდესაც დაეტაკეთ ჯანდაცვის მინისტრს. იმიტომ რომ ბატონ სერგიენკოს უნამუსოდ უჭირავს სხვისი სკამი. იცით მე ზუსტად ამაზე მსჯელობ. დიახ, და მე ახლა მინდა განვაცხადო, რომ მე რომელ კამერაში ვაკეთებ ხოლმე მწვავე განცხადებებს, აქეთ, დიახ, დიდი მადლობა. მე ბატონ სერგიენკოს ვეუბნები, დამიჯექი დებატებში პირდაპირ ეთერში. ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ გადაცემაში. დამიჯექი და მე იქ დავამტკიცებ, რომ ჯანდაცვის მინისტრის სკამი არის ჩემი. თუ არა და კობა დავითაშვილს გამოუშვებ. აი ასე. კარგი, მართალია რომ ეს ხუთიანი ინდექსი ისევ 8-იანზე უნდა გადავიყვანოთო? ვითხოვ, მაგრამ არ მაძლევენ. თქვენ ითხოვთ ამას? ანუ ეს ხუთიანი არ მოგწონთ? არა, არ მომწონს. აჰა. კი ბატონო. არა, ის არ მომწონს, ხო იყო 8-იანი ყოფილიყო კაცო, ის რას უშლიდა. ხო, ხუთიანი. მაგრამ მაშინ პოლიტიკური 8-იანი იყო მახსოვს და აჰა, გასაგებია. ამიტომ გადაიყვანეს 5-იანზე. პოლიტიკური 8-იანი პეპელასავით უცებ მოკვდა. პეპელასავით უცებ. ვერ შეინარჩუნეს. მე მაგალითად 5 შაბათიც არ მომწონს დღე, იყოს 51 შაბათი. გასულ მე 51 წლის ვარ. ხო? მართლა? მართლა. კიდე რამდენი ხანი იქნებით 51 წლის? წელს ვიმთავრდება წელს. მე 51 წლის ვარ. რას ლაპარაკობ? კი, მე 12 წლის ვარ, მაგრამ მე მეგონეთ თქვენ ჩემზე პატარა ასაკით. იმიტომ რომ მე უფროსი შვილი მყავს 20 წლის. მე 15. თქვენ 15-ის ჩემი შვილის პარალელკლასელია და მაგრამ თქვენ რამდენი შვილი გყავთ? 3. თქვენ 5. მე არ გწვენიათ მე-6-ე როდის იქნება? მარტო ჩემზე არ არის. 5-ზე უნდა გაჩერდეს თქვენნაირი ოპოზიცია. არა, ნამდვილად არის. აი სამართლიანი შენიშნა, ვიღებ კრიტიკას. ხო, აი გეუნებით. აჰა. და ახლა მომიყევით ბიძინა ივანიშვილმა რო დაგირეკათ და რაღაც უკმაყოფილება რო გამოთქვა. როგორი გაბრაზება აქვს? მალე გადაულის ხომ? მალე გადაულის. ტელეფონშივე გადაუარა? კი, ბოლოსკენ უკვე გადავლილი. ერთი ბოდიში ახალი ტელეფონი მაქვს. აი ხო, გასულ მე. ხო არ მივაზომოთ. თქვენ უფრო ის არის, თქვია? არა, მოიცა მაინც. თქვენ თავისუფალი კაცი ხართ და მე მიშას აგენტიც ვარ და ბიძინას აგენტიც ვარ და მიშასიც და მიხთიან, კაცო. რა წერია? მოიცა. ეს მას ტელეფონია. ალო. დიახ? რომელი ბრძანდებით? დიახ, ბატონო ბიძინა. ბიძინა ივანიშვილი. დამალაპარაკე. ალო, ხო. ყობას ურეკავთ დავითაშვილს და გამორთული აქ და ჩემთან ხო არ არის? გადაცემაზე ვარ თქო, თუ უთხარი და არ ეწყინოს. ისა, გაგასტროთ, ბატონო ბიძინა. ხო, აქ იყო და გაგასტროთ, აი ახლა გავიდა და ჩართავს რა? მინისტრად გნებავთ რო დანიშნოთ? აქ ყოფილა. აქ მობილური დარჩა და შემოbrunდა. რის მინისტრად? ჯანდაცვის მინისტრად? ყობა ვარ ბიძინა? მომეცი კაცო ტელეფონი. ყობა ვარ, ყობა. ტელეფონი მომეცი კაცო. ყობა ეს. არ დაუჯეროთ ბატონო ბიძინა, არ არის ეგ დაგიმიგება. არ დაუჯეროთ. კარგი.
დიახ, მე ხა გატყუებენ ბატონო ბიძინა, გატყუებენ. პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებ და მოვალ ოთარ დადიშვილს მინდა დავემსგავსო. კარგი. გველი გამიზდიხარ, კერძი. ყობა, უნდა მაპატიო. ასეთი შანსი მე მეორეჯერ არ მექნება რა. ძალიან გთხოვ რა. აი მე როგორ არ მოველოდი შენგან? ყობა. რა მხარდაჭერა, როგორ შემომიერთდი ნავერტილეს ამბავში და აი როგორ დაამთავრე. რომ ერთრამეს გეტყვი. ძალიან გთხოვ. ჯერ არ დამთავრებია, ეხლა ვიწყებ ყობა ყველაფერს მინისტრად დამნიშნავენ. მე ჯანდაცვის მინისტრად დამნიშნონ და გამოდი ყველა არხზე და მაგინე დღე დაღამ. კარგია. მე ხმა არ მოვიღო და ბოდიშის მოხდა არ მოვთხოვო. იქამდე არ გეტკინათ არაფერი. გაიხარე. ოღონდ ვიყო მინისტრად. წყნარად გავაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას. აი ბატონო. აი თქვენ მაგალითად მინისტრობა არადოს არ გდომებიათ? ანუ მარტო მე ვარ ასეთი ამბიციური? კი. მარტო მე ვარ ამბიციური კი თუ კი გდომებიათ? კი მდომებია და კი შენც ამბიციური ხარ. რის მინისტრად იმუშავებთ? ეგ თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო. შეგვიძლია მოუყვე? რა თქმა უნდა, ბატონო გოგო. ნაციონალური მოძრაობის საჩხერის ორგანიზაციას ვაფუძნებთ. ბნელი რო იყო ხალხი. დიახ. მე ვარ სააკაშვილი და ბესო ჯუღელი. აჰა. ბესო ჯუღელი ეუნება სააკაშვილს. ყობაო დავნიშნოთო სოფლის მეურნეობის მინისტრად. რატო სააკაშვილმა გითხრა? მაბა პროკურორად დავნიშნოთ, ყველას დაგვიჭერსო და. სააკაშვილმა შემოხედა, დაგვიჭერო ყობა. კი მეთქი თუ დააშავებთ. და ესე ავწდი პროკურორობას. და რა, მე რა მინისტრო პორტფელი არ ქონია თქვენ ხო? ხო, სოფლის მეურნეობის მინისტრობაზე ეხლა ჩალიჩუქ, მაგრამ აღარ ვიცი რო პროექტება საკ. მაგიტო გინდოდათ ბატონ ბიძინასთან? ხო და არ დამალაპარაკე, შენ გეგონა ჯანდაცვას. არა, მე მეგონა პოსტს ბახევდი, ყობა. ას ლაპარაკო, ძმაო, არა ცხენია. ხო და კი შენ ჯანდაცვა მე სოფლის მეურნეობა და ვიქნებით თბილად. შენ დება ყველაფერი, კი, გას რა გვაგასაღო. არაფერი, აბსოლუტურად. ახლა პოლიტიკოსი ბზანდები და რო არ კითხო არ შემიძლია, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ დავარღვევ იმ ტრადიციას, აბსოლუტურად ყველას ვეკითხები. სამი კარგი რამ შეგიძლიათ თქვათ ნაციონალურ მოძრაობაზე და სამი ცუდი რამ კოალიცია ქართულ ოცნებაზე. რთული ამოცანა. ვიცი, ყველა ასე იწყებს ხოლმე, მაგრამ მე ეხსნებათ. ვერ ვამბობ. კარგს თუ ცუდს? ვერცერც. ოხ, რა რთულია რა რთულია. და დავანებოთ ამას თავი ჩაგითვალოთ? მოიცა ვიფიქრებ, კიდე ბოლოს თუ მომახსენდა რა. კარგი, თქვენთან იფიქრეთ. მე თქვენ გავაგზავნოთ სხვა რამეზე. კარგი. სამი კარგ სამ ცუდს დავანებეთ თავი. მე ვიცი რომ მიხეილ სააკაშვილი არის თქვენი ერთ-ერთი ბავშვის ნათლია. ხო არ ვწდები? არის. რომელიც რა ქვია ბავშვს? მეორის. სახელი შეიძლება რომ ითხრა? თორნიკეს ნათლია. მე მინდა თორნიკეს მიუმართო. თორნიკე შვილო არ ინერვიულო, ოქტომბრამდე ნათლია კარგად იქნება. კარგად იქნება, შვიდად იქნება, მერე ოქტომბრის მერე იმედი მაქვს, მამა იქნება კარგად. ასე რომ შენ არაფერი გაგიჭირდება, ხან ასე იქნება, ხან ერთი იქნება, ხან მეორე იქნება და იქნები სულ კარგად, იმიტომ რომ ნათლიობა 9 მთავრობაზე გადადის შვილო. აი მახსოვს. ხო არ გაგახსენდათ სამი კარგი სამი ცუდი? არა გასულ. ასე ყოველწუთში უნდა შეგეკითხოთ. ხო არ გაგახსენდათ არ გაგახსენდათ? ჩამეკითხე. ერთი კარგი ანდაზა გამახსენდა. ჩამეკითხეთ. ანდაზა არის ესეთი კარგი გადავაკეთე. რაც მოგივადავითაო? ხო, თქვენზე გადავაკეთე. მე შენთვის უნდა მეთქო. აბა ჯერ თქვენ თქვით? არა, ჯერ იხუმრე და თუ არ მომეწონა მე გეთქვა. კარგი. რაც მოგივა დავითაშვილო, ყველა შენი თავითაშვილო. კარგი. აბა თქვენ გითხარით. აღარ გეტყვი, მომეწონა. მოგეწონათ, კარგი. ანუ ჯობდა რომ არ მოწონებოდა და უფრო ხალისიანი გადაცემა გამოვიდა. ჩანერგილები როგორ ამოვიცნოთ, ბატონო კობა? ფესვები აქვს ხოლმე გადაგმული. ეს როგორი ფილოსოფიური პასუხია. აი მაგალითად როგორ ენერგი ხო ეს ჩანერგო, მე ფესვები გაქვს. ხო და აი მაგალითად ფესვი უნდა შემოწმო. ქართულ ოცნებაში ვინ არის ჩანერგვილი და ვისი ფესვი გაქვს შემოწმებული, ეს უფრო მაინტერესებს. იმისთვის რომ გავდავადგინოთ, უნდა მოვთხაროთ და ფესვს დავინახავთ. რომ მოვთხრით, მე გავიგებ ჩანერგილია თუ არა. მოთხარეთ ვინმე? ხო ხედავ თხრი პერიოდულად. პერიოდულად ესე იგი თქვენ ერჩით ამ მინისტრებს რა. ერჩით. წესით პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს მთავრობა. მართალია. ესეა კონსტიტუციაში ესე წერია. კი ბატონო.
ხოდა და გაკონტროლოთ. ღამის შოუმ უნდა გაგაკონტროლოთ პარლამენტი. ხოდა ვარ ახლა კონტროლის ქვეშ. კი, ღამის შოუს კიდე თავისი კონტროლერები ყავს, იცით რამდენი? ვერასდროს რო ვერ დაითვლით. დირექტორი. არა, დირექტორი ყველაზე კარგია და გენერალური მენეჯერი. ზოგადად გარე ისინი რა ქვია. გასლება. კი, გაწუხები? არ მაწუხები. ვინ გაწუხებს? არავინ, ყობა დააწყდა. არავინ, ისე ვთქვი, უბრალოდ. არა, ვინმე რომ შეგაწუხოს? არა, ვიცი, მთავარია არ გაგექცეს თორე. თუ მოიმწყდიე. შენ ფეხი დაუდებ. სამი კარგი, სამი ცუდი. კარგები გამახსენდა. აბა, კი ბატონო. ნაციონალურ მოძრაობაზე. არა, კაცო. პირიქით უნდა მეთქო. თქვენ პირიქითაც ვერ ამბობთ? ხო, პირიქითაც. არა. კარგი უნდა თქვათ, ოპონენტს. ნახე, სად გამოვიჭირე? მე მგონი მომთხარი. მე მგონი მომთხარე და დამაქცი. ნახე როგორ რა უცებ გამოვიჭირე. აბა მითხარი და აბა ხო იცით რომ ამას არავინ არ ამოჭრის. ესა მითხარით მართლა, აი კარგი ნაციონალურ მოძრაობაზე რა შეგიძლია თქვათ ოპონენტზე? მათი ლიდერი ჩემი ბავშვის ნათლია. ეს მე ვთქვი ბატონოკობა. ხო მართალი. შენ არ გითქვია ჩემი ნათქვამის გამეორება არ შეიძლებაო. აჰა, კი ბატონო, მე და მაგრამ ვერ მოგიგებ თქვენ ვერავინ საუბარში რა. კარგი. დათქმა არ იყო. კიდე ჩემი ბავშვი არის ნათლული ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ეს მეორე. და მესამე ნათლის ხასიათი არ დაყვა. ვერ დაანათლა თავის ხასიათი. გამოულოცეთ. ეხლა როგორ არის იცით რომ მე სხვათა შორის თქვენი თანდასწრებით მინდა ვთქვა რომ და ყველას მინდა გითხრათ რომ რამდენიმე დღის წინ ჩემ მეგობარ გუფის შეეძინა პატარა მარიამი და მინდა რომ კიდევ ერთხელ მიულოცო ახლა უკვე ნორმალურ და ფხიზარ მდგომარეობაში გილოცავ გუფი და არა ისე იმ დღეს რო ვიყავი. კარგი. ბატონობა, თქვენ და ირაკლი წერეთელი ხართ საქართველოს ყველაზე ცნობილი მოშიმშილეები. რატო, როცა? იმიტომ რომ ყველაზე მეჯერ თქვენ გიშიმშილიათ და ირაკლი წერეთელს. აბა ვინ არის? ირაკლი წერეთელი მაგდენს ვერ კაჩავდა. ანუ თქვენ ხართ პირველი. გასლაბარებო, აბა. ის არის ვიცე მოშიმშილე მაშინ. არა, მე ბევრია კაცო. თქვენზე მაგარი ვინმე არის საქართველოს? თქვენზე მაგარი ზვიადია ძიძიგური. ხო? 27 დღე იშიმშილა. კარგი. რადგან თქვენ ხართ გადაცემაში სტუმრად, ამიტომ თქვენ იქნებით ყველაზე დიდი მოშიმშილე საქართველოში. კარგი თან ჩემო მინისტრო. ჩემო მინისტრო, ჩემო კოლეგა, რა თქმა უნდა, თან მე ვერ შევადრი თქვენი 17 დღე ზვიად ძიძიგურის 48 დღეს უდრის. მართალია, ერთ დღეს ამში გადის. პროპორციულად არის ყველაფერი. იმისთვის შეიძლება მარტივია. არა, მორალური ტანჯვის ხარისხიც. მორალური ტანჯვის, რა თქმა უნდა. ამიტომ ამბობ, რომ თქვენ ხართ ცნობილი ქართველი მოშიმშილე. კარგი. კარგად ასაბუთებ. მინისტრო მოგება. აბა რომ ამბობ დამიჯდეს სერგიენკო დებატებში. იმიტომ არ გიჯდება. ამიტომ არ მიჯდება, ეშინია. აქ მოვიწვიე. აქ არ მოდის. არ მოდის. გადამიდო ჯერ ერთი მარტის ბოლოს. შეკითხვა მაქვს თქვენთან ბატონო დავით. ერთი მწვავე შეკითხვა მე რატომ არ მოდიხართ აქ? რატომ არ უჯდებით თოთარტატიშვილს? ხო. რატო არ უჯდები? ხო და აი რამდენჯერ გაქვთ ნაშიმშილები? ანუ ყველაზე ხანგრძლივს კი არ გეუნებით, მაგრამ თვითონ ფაქტს სულ ორჯერ. და მართლა რა ხდება? ეხლა მე როგორც ექიმმა კი ვიცი, მაგრამ რა პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში, მაგრამ აი თქვენ თვითონ რას გზნობდით? შიმშილს. სიამაყის გზნობა? არა. მზარდი შიმშილის გზნობა. ყოველ დღე რომელიც იზრდება, მატულობს, იზრდება, მოიცავს თელ არსებას, გადადის სიზმრებზე, ოცნებებზე. გესიზმრებოდათ ასე ჰამბურგერი და შუაში სააკაშვილი? მაგი არ იჭმევა. განიკვირდებით, პამიდორი მესიზმრებოდა. მართლა? ძალიან მიყვარს და პამიდორი არ წვადე ესე. წვადი პირველ დღეს გაქრა სიზმრებიდან. გიყვართ ისე კალი მესამე დღეს და ბოლომდე მესიზმრებოდა პამიდორი. პამიდორი რა უცნაურია. თქვენ როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ამას ყურადღება უნდა მიეცეს. კი, მე გამოვყოფ კომისიას.
გამოყოფ აუცილებლად და შეისწავლიან რატო გესმის, იმიტომ რომ მამუკაონაშვილმა მითხრა, მეო ცოცხალი ცხრები მესიზმრებოდაო. დიეტაზე რო ასე მოდიოდენო და შემჭამე მამუკა მე არა მე და მე ყველამ ერთად ჩვენ შეგვჭა. აი რა ჰუმანური ადამიანი ვარ გულის სიღრმეში. კი, ჰუმანური ადამიანი ხარ. რაც მე ვეგეტარიანობისკენ მივდიოდი უფრო. კიდე კაი დროზე შეწყვიტეთ, თორე ახლა დღეს ღვინო და პამიდორი არ გამოვა. თან ხსნილია, მსგებსია, ასე რომ აი ჯანდაბას თქვენ თავი, იყოს დღეს. იყოს, კაი, ჯანდაბას. ახლა მე მინდა მივმართო ხალხს, ვისაც ეს დიეტების პრობლემა გაქვთ ხოლმე, რომ მიმართეთ ხალხო, თუ უგულავას დიეტით ვერ ხდებით, ყობას შიმშილობას მიმართეთ და ყობას შიმშილობით მაინც გახდეთ. შედეგია ცუდი ვიჯრა. აი მე არც უგულავას დიეტაა მართალი როგორც გაირკვა. რატომ მე გავაკეთე? რას ლაპარაკობ? დაუჯერე ხო მოტყუდი. და გავხდი. ვერ გაარკვიე, თურმე თვითონ გასახდომად ავსტრიაში იყო დასული. ხო? და მე ესო ჩემი დიეტაო ხალხს ატყუებდა. ავსტრიას რაც მე გავაკეთე, ის ავსტრიულია. არა, კაცო. შენ გაგაკეთებინა დიეტა, რომელსაც დაარქვა უგულავას დიეტა. თვითონ წავიდა და სხვა პროცედურები ჩაიტარა ავსტრიაში. ითაღლითა. და მე რო გავხდი? შენ რო გახდი შენ ძალიან თაბეჭდილებიანი ხარ, ისმის? იოლად იჯერებ ყველაფერს. მე მოვითხოვ, რომ სერგიენკოსთან ერთად უგულავა დამიჯდეს აქ დებატებში და მითხრას რატო მომატყუა? მოგატყუა. და რატო წავიდა თვითონ ავსტრიაში გასახდომად? და რას დამამსგავსეთ ბატონო გიგი? ასეთი მოქალაქეები გინდა თქვენ თბილისში? აი ესე ასუსტებდნენ ჩვენი ერის სიამაყეს. ეს რა მიქნა თურმე? დაგასუსტეს. აბა, ვეღარ ვიტანდიან ჰოლანდიურ ყველს, გავგიჟდი კაცო. აბა, პამიდორი არ მესიზმრებოდა, ეხლა ტყილა გეღიმება. კარგი. რატო ყველ და პამიდორი? ყველ და პამიდორი კარგია. კი, ყველ და პამიდორი კარგი. კარგი, ახლა თქვენ აპირებთ რაღაც ხელმოწერების ხელმოწერების შეგროვებას და რეფერენდუმის კი ბატონო. მოთხოვას, ხო? აი რა იქნება ეს? რომ ოთარ ტატიშვილს არ კონდეს ლას-ვეგასზე სიმღერის უფლება. ამიტომ დაამთავრეთ ეს ხელისუფლება, რომ მე აღარ ვიმღერო? ასე ატყუებდი და მე ამ სიმღერას თავი და გადადი ჯანდაცვის მინისტრად. შენს დაისვენებ, მეს დავისვენებ, ხალხის დაისვენებ. სად შეგაწუხე, ყობა, ჩემი სიმღერით? რა ვიცი, კაცო, ამიკე. ხო და კი ბატონო, დამნიშნეთ და ჩემი ხელიდან დანიშნული ხარ. მორჩა, არა, ჩემ გულში ხარ მინისტრი. გადაურეკე იმ კაცს. გადაურეკავ, კი, უნდა წავიდე აუცილებლად და აუცილებლად, ოღონდ ისა რა ქვია, თუ ხელმოწერებმა არ იმუშავა. ხო. ერთად ვიშიმშილოთ ჩვენ. შენ აღარ გინდა, რა გათხრა? თუ გური შიმშილია, მე გეტყვი. ახალი მოვიფიქრე ახლა, მე ხო კარგად ვასაბუთებ ყველაფერს. აბა მიდი. ესე იგი რა უნდა ვქნათ, ნახე? პირიქით უნდა დავჯდეთ. გაძლიერებული ყოფის გამოვთხოვოთ. ყველაფერი უნდა ვჭამოთ. ჭამოთ, ყველაფერი ვჭამოთ და მერე საჭმლის დეფიციტი რო გაჩნდება ქვეყანაში და ამიტომ რო სხვები დაიწყებენ იძულებით შიმშილობას და გამოვიწევთ პოლიტიკურ კრიზისს. რა თქმა უნდა და მერე იქ ზემოთ დაფიქრდებიან. ვინ დაფიქრდება ზემოთ? მეტი არა, ჩემდენ. არა ხო? არა, რატო დავიწყე ამაზე საუბარი? მოქშია და იმის. არა, დაფიქრდებიან და მოგვაქცევენ ყურადღებას თქო. ეს რატო ვერ გამოიყენებ ბატონო ყობა ვერაფერი? რა ვიცი რა. უხეირო ვარ. მე მივხვდი რომ აი თქვენ ხართ რაღაც ისეთი აი მე რომ მომწონს ისეთი პოლიტიკოს ტიპი პოლიტიკოსის რა რომელიც ყოველთვის უკმაყოფილოა რომელიც ყოველთვის ყველას უხურებს და რომელიც არასდროს არც ერთ თანამდებობაზე არ ყოფილა თუ რამე მეშლება შემისწორეთ ხალხო და თუ არ მეშლება აპლოდისმენტებით დავაჯილდოთ ბატონი კობა დავითაშვილი ბატონო კობა მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის მართალია ცოტა თქვენ თვითონ ბრძანეთ რომ ცოტა დროში გაიწელა მე და თქვენი აქ შეხვედრა მაგრამ ამას ყველაფერს მაგრამ აფერი მაგას ყველაფერს თავისი სუბიექტური და ობიექტური პირველ რიგში მიზეზი ქონდა სუბიექტური ნაკლებად და მაინც შედგა მე მგონი კარგი გამოვიდა თქვენი სტუმრობა მადლობა მინდა მოგახსენოთ ეს არ უნდა გვიჯერებს რომ სულ ექსპრომტი ხო, არ ვიცი, რატო არა, გვიჯერებენ ხოლმე. გვიჯერებენ ხოლმე, იმასაც ვიტყვი, რომ ბატონმა კობამ სატელეფონო საუბარში განგვიცხადა,
რომ ჩემთვის არანაირი ცენზურა არ არსებობს, მე არაფერი არ მჭირდება წინასწარ შეთანხმება. რაზეც გინდათ, იმაზე ვისაუბროთ, რაც გინდათ გკითხეთ და რასაც მინდა გიპასუხებთო და ისე აგიხდეთ ყველაფერი. გამოგვივიდა დღევანდელი საუბარი. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ, რომ მიაღწევთ მწვერვალებს, არ დაივიწყოთ მეგობრები, ძალიან გთხოვთ და გმადლობთ გემშვიდობებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ახლა მოვალ და დავეხმარები ბატონ კობას წამოდგომაში და მე იმედი მაქვს რომ ეს წამოდგომა მის გაპრეზიდენტების ტოლფასი იქნება. ვაიმე. გუპალ ბიჭო. აბა ერთით. კობა დავითაშვილი. დიდი მადლობა. So that I can hardly speak, innocent to find the happiness I see when we ride together dancing cheek to cheek. Heaven, I'm in heaven, and we got the time around and feel the wind. ახლავდება ეროვნული გამოცდები 4 და ვიწყებთ აბიტურიენტთათვის მიძღვნილ კონცერტს. სახელწოდებით რას გვიყურებ? წადი იმეცადი. დიახ. ოთარ, იცი რა მაინტერესებს? აი შენ როგორი აბიტურიენტი იყავი? სასწაული. ანუ? სასწაული გადაირიენ რომ მივედი გამოცდის ჩასაბარებლად, ჯერ ჩემი გვარი რო გაიგეს რომ ეს უნიჭერესი ბიჭიაო, მე რო დავწერე გამოცდა და ზეპირად რო გავავედ, ნუ მოკლედ გაგიჟდნენ და გვითხრეს რომ უნიჭერესი, უგანათლებულესი ბავშვი ხარ, მაგრამ ამ სასწავლებელში 20,000 თუ არ გადაიხდიო, ისე ვერ ჩაგრიცხავთო, იმიტომ რომ ხალხიო 20,000 იხდისო და ტყილა ვერ მოვაცდენთ ამ ადგილს. გასაგებია ოთარ. ასე მითხრებდა რა. ჩვენ კონცერტს გახსნიან ანსამბლ ერისიონის სტუდიის ახალი თაობა. დიახ, ანსამბლ ერისიონის ახალი თაობა, ანსამბლი მანგი, ცეკვა ყაზბეგური.
აბა თქვი, თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა. თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა. ყოჩა ხოთა. აბა შენ თქვი, ბოკა კვეკვესკირი. ბოკა კვეკვეკვე ერთი წუთი. ბოკა კვეკვესკირი. ყოჩახ რუსკა, სწორად ბოკა კვეკვესკირი აგრძელებს ჩვენს კონცერტს რუსსა სერგიასთან ერთად სიმღერით ჰეა ვეა. მღერიან, ქსოვრელები მღერიან. და ლევან კიკნაძე. დიახ. სხვათა შორის ქსოვრელები ერთადერთი ანსამბლი, რომელმაც ამ ჟანრში დროს გაუძლო. და ლევან კიკნაძე. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ანსამბლი ქსოვრელები მუხამბაზი. და ლევან კიკნაძე. რადიო დარდიმანდის ექსკლუზივი. Magram,
შენ